მოგესალმებით Echo Chamber-ის სტუდიიდან. მე რამდენი ეპიზოდია ზუსტად აღარ მახსოვს. მე-6 გამარჯობა. და დღევანდელი თემა იქნება წონა და სასწორი. ანუ სასწორზე რო წონა თამაშობს და ძალიან ბევრ ადამიანს გვიშლის ხელს, გვიშლის ნერვს უпростоრად. აი მაგაზე ვისაუბროთ დღეს. სანდრო. პირველ რიგში, იცი რა მაინტერესებს? ყოველ დღე შენი ძახი რომ ყოველ დღე უნდა აიწონო და მე მგონი ამაზე ერთხელ შევეხეთ რაღაცა ვთქვით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მოდი ახლა ჩავშალოთ და უფრო ღრმად. იცი როგორ? ეგ საკითხიც, ხო. როგორც ყველაფერი თითქმის წონის კნებაზე ინდივიდუალური. აი გააჩნია ადამიანს რა. ვინც ვთქვათ და ესეთი ადამიანი ცოტა არ არის. აი ესე რა, სასწორის წონა მის ფსიქიკაზე ნერვებზე, ფსიქოლოგიაზე ძალიან რადიკალურად მოქმედებს და ცვლის მის რაღაც მდგომარეობას და დღე შეენება რაღაც კაი ხასიათზე გაიღვიძოს და სასწორმა შეენება ჩააშხამოს, რაღაც ჩაუშალოს, წარცვას, ენერგიას სულ ხასიათზე დააყენოს. ან იგივე ადამიანისთვის სარისკოა ყოველ დღე რომ აიწონოს და მასეთ შემთხვევაში არ არის სასურველი. ისე რო ავიღოთ თეორიულად უკეთესია იმ მხრივ რომ რაც უფრო მეტი მონაცემი data გაქვს, ვთქვათ, ყოველ დღე აწონვის კუთხით, უფრო მარტივია სწორი დასკვნის გამოტანა და გრძელვადაში სტრატეგიულად სწორად წაყვანა წონის კნების პროცესის, ხო რა. რატომ ეხა ნახეთ ყურე თქვათ იდეალურ შემთხვევაში რა იქნება კარგი თქვათ ყოველ დღე რომ ავიწონოთ, ჩავიწერთ ეს წონები, ნუ ამ წონას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ნუ მივაქცევთ და თქვათ ავიღოთ ერთი კვირა შეიძლება 10 დღე იყოს ან 2 კვირა არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ერთი კვირა ავიღოთ ხა მაგალითისთვის, ერთი კვირის ჭრილში აი 7-ვე დღე წონა თავაჯამოთ, საშუალო გამოვიყვანოთ და მეორე კვირის საშუალოს შევადაროთ. თუ ამ საშუალოებს შორის კნება არის, ესე იგი კნება მიმდინარეობს. არ აქვს მნიშვნელობა ყოველდღიურად წონა ხო რა, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, წონა შეიძლება ავიდეს, ჩავიდეს, ამაზე ბევრი რამე მოქმედებს, მაგრამ თუ საშუალოებს შორის სხვაობა არის და კნება, ესე იგი წონის კნება შეუფერხებლად მიმდინარეობს. იცი რა, რისი თქმა მინდა, ძალიან ბევრი ადამიანს ნერვებს უშლის და თუ კლებას ვერ ხედავს და საერთოდ მატება თუ ანახა ხო, საერთოდ შეიძლება გადაირიო და მე мотиваციას უგდებს. და ზოგ შემთხვევაში, როცა ეს ყოველ დღე იწონები, ან თუნდაც ყოველ დღე არა და სულ კვირაში ერთხელ აიწონო და კლებას რო ანახებს, ეს შენ ძალიან ბევრი მოსწავლე კოლეგი თქვამს კიდეც, რომ აიწონა შენი მოსწავლე, დაკლებული აჩვენა და ეს დაკლებული აღნიშნა იმითი, რომ კარგად ჭამა. ეგეც არის, აი რაღაც დავიკენი, მანდ უკვე კმაყოფილების შეგრძნება შემოდის, მე აი ესე რაღაცა პერიოდი ერთი კვირა იყო 8 დღე, რაღაცა აი შევიზღუდე თავი, ვიწვანე რაღაცა. და ეხა დავაჯილდოვებ შემთხვევაში. ანუ ამაზე ფსიქოლოგთან რო წინა ეპიზოდი იყო, მე მგონი თუ იმის წინა რო ვისაუბრეთ, სხვა შორის მოусმინე ძალიან კარგი ეპიზოდი, როგორ ვაჯილდოვებთ თავს მასე ყვებით. გასაგებია პრინციპში, ნუ ანუ database-ისთვის, რომელიც თუ სწორად გინდა შენი კლება წავიდეს, ყოველ დღე რო აიწონო, ძალიან კარგი არის. თუ ფსიქოლოგიურად არ გთრგუნავს და არ გაგიჟებს და გაგდებს. შედარებით უფრო სწორად შეძნებ და მე ყოველთვის ჩემ მოსწავლეებს უეუბნები, აი ეგ წონა ჩემთვის არის, ანუ მეგენი ხო მე გიგზავნიან წონას, მე მიმყავს ეგ ყველაფერი ეგ პროცესი და ეს წონა არ მიაქცევთ ყურადღება, უბრალოდ აიწონეთ, ჩაიწერეთ და მე გადმომგზავნეთ და მე ვშვები მაგ ყველაფერს. მაგრამ ნუ მაინც ზოგს აი გინდა არ გინდა ეს რთულია რა, თუ ცოტა ისეთი სუსტი. არა, ძალიან რთულია. მე მაგალითად ძალიან ვაკონტროლებ ჩემ თავს და ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი ყვება და არა წონას გაურბიხარ. მაგრამ აწონას გაურბიხარ. ну თუმცა მე აღარ მინდა მე ძალიან მომწონს ჩემი თავი როგორიც ვარ და ამიტომ დიდად აღარ ვაქცევ მაგას ყურადღებას, მაგრამ აქამდეც მისვლა საჭირო. ისე იცით როგორ ეგეც აი თუ აი
აი როგორც შენ შემთხვევაში მაგალითად აი გადაწყვეტ რომ ძალიან გრძელვადაზე აი არა ერთი თვე ორი თვე და დღეს ხვალ დავიკენე არამედ აი გრძელვადაზე რა თითქმის ერთი წენი ან მეტი ან რამოდენიმე წენი მინდა რომ აი თქვათ ყვება ისე ჩვევები ყვება ისე დავარეგულნირო რომ აი ეს ჩვევები და ყვების სტილი და აი ეგენი შევცვალო და თან ამას აუცილებლად ახლავს თან წონის კნება აი როცა პირველ პრიორიტეტებში პირველი წონის კნება და სასწორზე რიცხვების ჩამოსვლა არ არის არც არის აუცილებელი მაშინ აი ესე გრძელვადაზე თუ აკეთებ გათვლას რომ აი ყოველდღე ავა თუ ჩავა რამე თავარია რომ აი კარგად იგრძნო თავი ასე ვთქვათ მსუბუქად იგრძნო თავი გინდა არ გინდა ტანსაცმელზე შეატყობ რა თქმა უნდა პროგრესი თუ გაქვს და მერე რომ მოგინდეს აბა კილოგრამები რამდენი დავიკენი თუ რამე გზად პერიოდულად რომ აიწონო ეგეც არანაირი პრობლემა. კი, ნუ აქამდე რომ მიხვიდე მე ზუსტად ახლა რასაც ანდროი ძახის მე ზუსტად გადავწყვიტე რომ გრძელვადაში დავიკლო ცოტა ბევრი არაფერი მაგრამ აღარ ვისტრესავ თავს რომ ეხლა მინდა დღეს მინდა ხვალ მინდა რომ აი ზაფხულისთვის როცა საცურაო კოსტუმის მაგაზეც ვისაუბრეთ მე მგონი საცურაო კოსტუმის დრო მოვა რაღაცა X კილოგრამით ნაკლები ვიყო და აი ამისთვის ვემზადები დღეიდან და დავიწყე ძალიან გააზრებულად ყვებაც და ასე შემდეგ არც მაგრამ მე ვიცი უკვე იმის თქვა მინდა რომ მე ვიცი როგორ უნდა მივიდე იქამდე აქამდე მოსვლას დრო უნდა რა აქამდე სანამ მოხვიდოდი რამდენჯერ დაგიკნია მოგიმატებია სასწორი ყოველდღე გიკონტროლებია ვაიმე ხა რატო ცოტა ექსტრემალური ვერსიაც გაგიკეთებია ყვების და აი თენი პროცესი გაიარე რომ აქამდე და აი მთელი მართლა ბევრი წელი 5-6-იც და მეტიც კიდე და ბოლოს აი მოვედი და სხვა შორის აი ყველაზე დიდი ამ კუთხით სიმშვიდე დამეუფლა ზუსტად აი ამ პროცესში, როცა არსად არ მეჩქარება, ძალიან მომწონს ჩემი თავი. ზუსტად ვიცი რა საცურაო კოსტუმში ცოტა ნაკლები მენდომება რო ვიყო და ამიტომ იმისთვის ვემზადები და აი ეს არის მართლა რა საოცარი სიმშვიდის განცდა. და ეგ სხვა შორის მარტო წონის კნებაზე არ არის რა აი ადამიანი რაღაც ერთი მდგომარეობიდან მეორე როგორ გრძნობ თავს რამდენად აი სიმშვიდე სიწყლიანი რო ახსენე აი შეგზნე როგორ გრძნობ თავს მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი თითქმის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მამოძრავებელია რომ აი ვიღაცა შეიძლება ისე იყოს რა ეხა ზედმეტი ცოტა რაღაც კილოგრამები მქონდეს არა აი თუ ისე დააბალანსე, ისე წაიყვანე ყვება, რომ აი შეგრძნების დონეზე კარგად გრძნობ თავს, ენერგიულად, ჯანსაღად, ფიზიკურადაც აქტიური ხარ, აი დროის ამბავია და გინდა არ გინდა, აი ამას მოყვება, თქვა, სწორი ქმედებები, სწორი ჩვევები, რაღაც რაღაცები უარის ხმა და გინდა სხვათა შორის ბოდიში შეგაწყვეტნე, სხვათა შორის პირველ ლად აი ამდენი ხნის განმავლობაში თან მართლა ძალიან ბევრი რამე ვიცი ხა სანდროსთან ერთად ცხოვრობ ხვდებით ალბათ რამდენი რამე ვიცი წონის კლებასთან დაკავშირებით პირველად არის როდესაც გზად ვცვლი ჩვევებს და პირველად არის რომ უკვე მეორე თვე არის კი არა და მესამე დაიწყო რომ აი ბევრი საკვების მიღება ან თუ დავარღვიე ესე იგი დავარღვიე და ბევრს შევჭამ ბარემ და ხვალიდან ნაკლებს ხვალიდან მაინც ხვალ უნდა ვჭამო ან დღეს ვერ ვიარე ორი დღე ვერ ვიარე ხუთი დღე ვერ ვიარე და აუ ესე იგი თავიდან მოდი საერთოდ ჩავაგდებ და მე საერთოდ აღარ მაქვს ეს ანუ რაღაცას შევჭამ ცოტა სხვა გუშინ ვჭამებ ერთი ნაჭერი ტორტი მაგალითად და აი მე არანაირად არ იმას მიქნე რომ ახან ერთი ვჭამე ამიტომ ბევრი და გავეშვი დავანებ და ისეთი სიმშვიდე და ისე კარგად და ყველაზე საოცარი ის რომ კლება მიდის აი ესე მიდის თურმე კლება ანუ სანდროს ხელმძღვანელობის ქვეშ ვინც იკლებს ახლა მესმის რომ იმათმა ჯერ არ იციან და ჭირდებათ ვიღაცის ზედამხედველობა და ყურადღება და ასე შემდეგ, მაგრამ ვინც უკვე ისწავლის და მე აი რო გაივლით მოკლედ რა სანდროსთან რაღაცა ეტაპებს, მე უფრო გაგიმარტივდებათ და აი ეს ყოფილა ამ ჩვევების ჩამოყალიბება სადღაც რაც ზედმეტი აღარ უნდა ჭამო თურმე არსად არ გეჩქება, თურმე თავიდან დაწყება არაფრის საჭირო არ არის,
რაც სულ მეგონა რომ თავიდან უნდა დამეწყო. აი დავარღვია, ესე იგი ხვალიდან პირველი დღეა და არანაირი პირველი დღე არ არის, მესამე თვეა, ვიყვებები ძალიან კარგად. ზუსტად არ ვიცი რამდენი დავიკელი ვიცი, რამდენი დავიკელი არ ვიცი, ასაც მას ძალიან მეტყობა, შეგრძნების დონეზე ძალიან მეტყობა, ძალიან კარგად თუ დაბადების დღეში შეშე და საფხლომდე დავიკლებ. მაგრამ მივიდივარ მშვიდად და წყნარად. აი თენი შენი აი ეს რაც ჩამოწონა ეს ქმედებები უმთავრესად გამოწვეულია აი შენი შეგრძნებებით რომ აი კარგად ზგნობ თავს, უკად მშვიდად წყნარად მიყვები არ გეჩქარება არაფერი რაღაცა აი სასწრაფო არაფერი არა და კი და თან აი ამ დროს დაწყება კლების მართლა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მართლაც რომცა ცივა და სამთარია და ბევრი გაცვია და ასე შემდეგ უფრო მარტივია, მართლა უფრო მარტივია. რასაც სანდრო მაგალითად წლებია მეუბნებოდა და არ მესმოდა და აი ახლა გავიგე. აი სანდრო, ჩემ მონოლოგს დავასრულებ ხა და იცი რისი კითხვა მინდა ჩვენ დღევანდელი თემა ზუსტად რასაც ეხება სასწორზე. ანუ რომ რეალური ძალიან ხშირად არ არის და საერთოდ დავამსხვრეთ ის მითი რომ წონა თუ კლების პროცესში ხარ, წონა ყოველთვის თუ ქვემოთ არ ჩამოდის, ესე იგი რაღაცა პრობლემაა, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. ეს არ ხდება, წონა შეიძლება კლების დროსაც ზემოთ ავიდე და აი ხა ამის მიზეზებზე ვისაუბროთ. ჯერ დავასრულოთ, მოდი აი ყოველ დღე აწონვა რო ვთქვით რა, თქვათ თეორიულად ესე უკეთესია, მაგრამ ვინც აი არ არის მზად ამისთვის და ძალიან მოქმედებს რაღაცა დინის წონა მთელ დღეზე და მის საერთოდ მდგომარეობაზე და შეგრძნებებზე და წაშნის ადამიანს და დაუნგრევს მთელ დღეს მას ეჩემთო და მაინც უნდა რომ ასე თუ ისე აი რაღაც პერიოდულობით აკონტროლოს წონა იდეალური ვარიანტია რომ თქვათ რომ ავიღოთ აი 10 დღეში ერთხელ პირველ დღეს აწონოს და მე-10 დღეს აწონოს ყველა ვარიანტში ყველა შემთხვევაში ჯობია პირველ დღეს აიწონოს და შემდეგ მე-8 მე-9 მე-10 დღეს 3 დღე კი თუ არ ვწდები ამაზე წინა ეპიზოდში მაგრამ რადგან ახლა ხო წონაზე ვამბობთ ეს იქნება იდეალური ვარიანტი ესეთი კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში იმიტომ რომ აი ეს ყოველ დღე ასვლა ჩასვლა წონას ახლა ვილაპარაკებთ რამდენი სხვადასხვა მიზეზი შენობა კონდეს ამ წონაში ყოველ დღე ზევით ასვლა ჩასვლას იმის მიუხედავად რომ რაღაც იდეალურად ვარჯიშობდე, კვებასაც იდეალურად იცავდე, კალორიას არ ცდებოდე, დეფიციტი იყო, მაგრამ მაინც ადის ჩადის წონა. კარგი, ესე იგი, რაც წინას მოდი ახლა პირველი მიზეზი დავასახელოთ ვარჯიში. ეს წინაზეც ვახსენეთ და ამიტომ პირველი ვთქვათ უცებ მოკლედ, იმიტომ რომ უკვე გავლელი გვაქვს. თუ კარგად ვივარჯიშე წინა დღეს, თუ კარგად ივარჯიშე წინა დღეს, განსაკუთრებით ისეთი ვარჯიში, აი თუ წონებზე და ინტენსიური ვარჯიში ქონდა, ანუ ბუნებრივია ამ დროს კუნთის უჯრედები ზიანდება ნაწილობრივ პატარა თეარწყვეტები არის ამის აღდგენა რომ მოხდეს ანუ ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია ბუნებრივი პროცესია ანუ აი დაზიანებული უჯრედის ადგილას ხდება ზედმეტი სითხის მოგროვება რა ზედმეტი სითხეში გულისხმობ ანუ სისხლის მიმოქცევაც იქ მიდის უფრო მეტი სისხლი მიდის სისხლი აქვს ბევრი ჟანგბადი და საჭირო ნუტრიენტები ამ დაზიანებული უჯრედის კუნთის აღსადგენად და ასევე ბევრი სითხე გროვდება იქ რომ ეს დაზიანებული უჯრედი დაცული იქნას და ეს აღდგენის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობდეს რა და ეს დიდი რაოდენობით შედარებით სითხე და სისხლი რო შეკავდება იმ ადგილას სადაც კუნთის უჯრედი დაზიანდა იწვევს დროებით შებერილობას რა შესიებას შეშუპებას იმ ადგილას და არაფერი ამაში სანერვიულო რაღაცა საშფოთავი და რაღაცა საგანგაშო არ არის, როდესაც კი ეს კუნთის უჯრედი აღდგება, აშენდება თავიდან, სისხლის მიმოქცევაც ყველგან, ანუ არ შეკავდება იქ გაგრძელდება, სითხე ზედმეტი რაც იყო იქ უჯრედებში, უჯრედების გარშემო ჩვეულებრივად
განთავისუფლება უჯრედები ამ სითხისგან და გასაგებია, მაგრამ მეორე დილით რო ავიწონოთ, შეიძლება გვაჩვენოს მომატებული წონა, რაზეც ახლა ისაუბრეთ. ესე უცებ არ ხდება რა, ეხლა დღეს ვივარჯიშე და რაღაც 2 საათში აი შებერელობა ფანფიროა და ისევ რაღაცა შემდეგ 1 საათში აღდგეს და გაძნიერდეს არა. ინდივიდუალურია ეგ ყველასთვის სხვადასხვა იქნება, მაგრამ აი დღე, 2 დღე ჭირდება და წინაზე რო ახსენეთ, აი გოგოების შემთხვევაში რატო აშინებთო? მაგალითად დღეს თუ ქვედატანი ავარჩიე, ფეხები შეიძლება კონცენტრირებით დაზიანდეს, ცოტა შესიებული კონდეს და თქვათ მეორე დღეს კაი აქედან გამოვიდა სითხეჩა, მე ზედატანს გააკეთებ, ზედა შეიძლება ცოტა ისე ვიზუალურად შესიებული იყო შეეშინდეს, მე თქვათ ერთი დღე დაისვენა ისე მე ისე ფეხი და მომაოკნეთ, აი ეგ შესემებს ამბავი, შეფუების ამბავი რაღაც ნაწილს, რომელიც სრულიად ბუნებრივი რაღაცა სამწუხაროდ აშინებს პერგოგოს. და სანდრო, იცი რა მეინტერესებს? დიდა გამიდიდა. იცი რა მეინტერესებს? ეს ვარჯიში მხოლოდ სიმძიმეებით ვარჯიშზე არის თუ კარდიო ვარჯიშებსაც გულისხმობ? აი კარდიო ვარჯიშებიც გააჩნია რამდენად ინტენსიური იქნება რა და რამდენად აი ხო შენ რაღაც ფეხით რაღაც ცოტა მანძილი გაიარო, გაისერნო ნელ ტემპში არაფერი ვერ წკუნთების დაღლა, ვერაფერი ვერ იგზნო, აი მასეთ შემთხვევაში ნაკლებად ხდება ეგ პროცესი კუნთების დაზიანება რა თქმა უნდა. რაც უფრო აქტიური ვარჯიშია ესე ხო, რაც უფრო აქტიური ვარჯიშია და ასევე მაინც ეხა რო თქვი რა, ფეხით ცოტა მანძილი გაისერნო, ვიდრე რაღაც ფეხით სწრაფად იარო და ბევრი რა 20,000 ნაბიჯი გაიარო კონტუზ უჯრედები გინდა არგინა ფეხები დაგეღნება დაზიანდება და მაინც ეგ პროცესი უბრალოდ რო შედარება გავაკეთოთ ბევრად უფრო მეტად ზიანდება წონით ვარჯიშის დროს კუნთის უჯრედები და ეს შესიებაც აღდგენაც უფრო აქტიურად მაგ დროს მიმდინარეობს ვიდრე კარდიო ვარჯიშების დროს. კარგი. შემდეგი ვახსენოთ, მოდი, ბევრი ძალიან მარილიანი საკვების მიღება, სოდიუმით მარტივი ამბავია ეგეც და არაფერი კაცაგან გაშო. ანუ მე რომ ჭამო წინა დღეს ბევრი მჟავე კიტრი, მეორე დღეს შეიძლება სითხე შეკავდეს, და წყალი რო არ დავლია, მაინც შემიკავდება. ნახე უყურე როგორ არის, ანუ მარილში არის დიდი რაოდენობით სოდიუმი რა. როდესაც სოდიუმი ხდება დიდი რაოდენობით ორგანიზმში, ორგანიზმი ბუნებრივად ყველა შემთხვევაში უწევს სითხის ანუ ზედმეტი სითხის შეკავება, რომ მოახდინოს ამ დიდი რაოდენობით სოდიუმის განეიტრანება ორგანიზმში. აი მაგ დროს როდესაც აი დიდი რაოდენობით სოდიუმის მიღებასთან სითხეს იკავებს, ბევრს აქვს ის, რომ აი მოდი რაღაც სითხე შემიკავდა და არ დავნებ წყალს, არა, პირიქით, მაგ დროს ხშირია ხოლმე, რომ წყურია დიდი რაღაც მარილიანს რო შეჭამ, მჟავე კიტრი იქნება თუ რაღაც თევზი მარილიანი თუ რა, ანუ ორგანიზმი წყურია, ანუ ორგანიზმი გთხოვს გეუბნება, რომ დანიე მეტი წყალი, რომ ეს მაღალი კონცენტრაციით სოდიუმი როგორმე გავანეიტრალო, ანუ სითხეც შევაკავო და ამათი ბალანსი გავანეიტრალო და რაც უფრო, ნუ ეგეც დღე, 2 დღის ამბავია ინდივიდუალური, მაგრამ დაახლოებით ეგ პერიოდი ჭირდება ცირკუნებს, რომ ეს ზედმეტი რაოდენობით სოდიუმი გამოდენოს ისე ორგანიზმიდან. მაგრამ აი ამ დროს ანუ სითხის არ მიღება პირიქით უშნის ხელს აი სოდიუმის სწრაფად და ეფექტურად ორგანიზმიდან გამოდენოს. პირიქით, რაც უფრო დიდი რაოდენობის სითხეს მიიღებ, ნუ დაბალანსდება და უფრო ხო რა. წყურია კიდეც და პრინციპში ალბათ დალევ. ხო და წყურია და აუცილებლად არ შეიკავო თავი, დანიეთ სითხე და რაც უფრო მეტი რაოდენობა სითხე გექნებათ, უფრო სწრაფად და ეფექტურად და მანე მოხდება ამ ზედმეტი სოდიუმის გამოსვლა ორგანიზმში. სანდრო, სოდიუმში, ანუ აი ამ ნუ ხო სოდიუმში ელექტრონიტი ერთ-ერთი მთავარი ელექტრონიტია, რომელიც განსაზღვრავს აი უჯრედში და მის ირგვლივ სითხის ხო და იცი რა თქვა კითხვა მინდა, ეხა ეს მჟავე კიტრი
შავე კიტრი რო გითხარი, აი ჩიპსიც ხო უამრავ სოდიუმს შეიცავს. ან მხოლოდ შავე კიტრზე არ არის ჩიპსზე, მე მგონი ჯანკი არის სოდიუმი არის ხო რა, აი ბურგერები, ფრი, პიცები, კაკინული, ნახევარ ფაბრიკატებში. ანუ სოსისები, ძეხვიც და ეგეთი რაღაცა. კონსერვირებული, აიმიტომ აი ტუნაზე ხშირად მეუბნებიან რა, აი თინუსი თქვა თავის წყალში, ძალიან დაბალკალორია, თითქმის სუცილა. ესე რომ ავიღოთ იდეალური პროდუქტია, თქვა წონის კვნებისთვის, ცინის დაგროვების კუთხით კი უბრალოდ აი რახან კონსერვირებული, სოდიუმის ბევრი აქვს და გინდა არ გინდა სოდიუმი რაც თქვით, შევა ორგანიზმში სითხის შეკავება ხდება ავტომატურად. ანუ კი კალორიაჟით ცოტას მიიღებ, ციlaსაც კარგად მიიღებ, მაგრამ შეგიკავდება სითხე, რაც უბრალოდ სასწორზე აისახება და რეალურად თინუსი, ანუ არ არის ცუდი პროდუქტი წონაში კლების მხრივ, თორე ძალიან ჯანსაღი ალბათ კონსერვირებული არ არის. საერთოდ არ არის ეგ მით უმეტეს დავამატებ, აი ვინც დარბაში აქტიურად წონებზე ვარჯიშობს, ან ნაკნები პირიქით სოდიუმის ნაკნეობა ორგანიზმში უფრო არაეფექტურია, პირიქით ჯობია რომ თქვა ვარჯიშის წინ განსაკუთრებით სოდიუმი მეტი სითხეთ შეკავებული გქონდეს და უფრო კარგად მიდის კუნთების მუშაობა, კუნთის დაჭიმოც უფრო კარგად ხდება და კუნთის შენებას ძალიან ეხმარება სოდიუმი და სითხის შეკავების არაფერი. კრეატინი მაგას აშვება რეალურად. კრეატინიც საკვებ დანამატებს რო ვიტყვით, კი რა, ძირითადი ფუნქცია სითხეს იკავებს. მე არასდროს არ დავло კრეატინს. ხო და მაგას ვიძახი. არანაირი, უყურე, აქაც როგორც აი გოგოები რო ვარჩევენ და ფეხი უსვიდებოდ, გონია რომ მე მეზდება და გამისკდება ერთხელ ისე გამეზდება უნიმიტოდ. ანუ სითხის შეკავება თვითონვე სიტყვები ამბობ, ანუ სითხე წყანი გიკავდება. არაფერ შუაში არ არის კონთან და ცხიმთან და ანუ ვიზუალურადაც შეიძლება, მაგრამ ეხლა აი მოდი ჯინსები ავიღოთ, შეიძლება ცხიმი არ მოვიმატო და სითხე შემიკავდეს, მაგრამ იმ ჯინს ახლა ცხიმის გამო ვერ შევიკრავთ, სითხის გამო რა ნიშნავს? ნუ ეგ გასაგებია, კი, მესმის, ამიტომ არ უნდა იყოს, ანუ ქრონიკული სითხის შეკავება, სუ შეკავებული როგა ყოველ ეგ არა. მე ვიძახი აი ვარჯიშის წინ ვარჯიშის მერე აღდგენასანამ ანუ გასაგებია მაგ დანამატებზე რომ გადავალთ ამ კრეატინზე და მის ფუნქციაზე და მის კარგ თვისებებზე მერე ვისაუბროთ და ახლა პრინციპში გასაგები არის სოდიუმი რაღაც აი საშინელება და რაღაც ნამდვილად არ არის კი აი ბევრ ცუდ პროდუქტია მაგრამ კარგი დანიშნულებაც აქვს იმ ხრივ რომ აი ძალიან ეხმარება განსაკუთრებულად ვინც დარბაში წონებით ვარჯიშობს მასტარი. სანდრო, ეხა გადავიდეთ, ესე იგი ორი მიზეზი გავარკვიეთ ვარჯიში. ნახშირწყალი თქვა თუ გინდა. ეხა ნახშირწყალზე უნდა მეკითხა ზუსტად. ბევრი ნახშირწყლის, აი მაგალითად, ჭამა 1500 კალორიას, ჩემი დეფიციტია და 1500 ერთი დღე, მოკლედ არ ვერ გადავანაწილე კარგად იდეალურად ცილა-ცხიმი ნახშირწყალი და ცოტა მეტი, ცოტა არა, ნუ მეტი ნახშირწყალი 1500 კალორიაში კი ჩავეტიე, მაგრამ მეტი ნახშირწყალი მივიღე. თუნდაც დეფიციტი იყო, მაგრამ ანუ შენ დეფიციტ კალორიას არ გადაცდი, უბრალოდ ნაკნები ცხიმი გამოგივიდა და მე მეტი ნახშირწყალი. ნახეთ ახლა ნახშირწყალზე როგორ ხდება, ანუ ზედმეტი ნახშირწყალი რომ მიიღე, ეს ნახშირწყალი ანუ ორგანიზმის პირველადი წყარო რა. ენერგიის პირველადი წყარო, რომ შეჭამ ნახშირწყალს გლუკოზის გადამუშავდება და გლუკოზის სახით ხდება ამ ნახშირწყლის ენერგიად გამოყენება. უბრალოდ აი ეს ნახშირწყალი თქვა დღეს მეტი მოგივიდა და დღესვე მწნიანად დაიცალოს ან დავხარჯო ეს ენერგია ორგანიზმმა გამოიყენოს, ანუ ამ 24 საათშივე მოესწროს, ხშირად ეგრე არ ხდება ხოლმე რა. და იმ დარჩენილი ნახშირწყლის დაგროვება ორგანიზმში ხდება, ამ გლუკოზა გარდაიქმნება გლიკოგენად, ცოტა ტერმინები მიწევს, მაგრამ გლიკოგენად ხდება ამ ზედმეტი ენერგიის შენახვა, ანუ ცხიმში რო არ წავიდეს ჯერ რა, ანუ პირდაპირ ზედმეტი ნახშირწყალი მოგივიდა, ვერ დახარჯე ეს ენერგია და ამიტომ ცხიმში არა, ჯერ ეგრე არ ხდება. ჯერ ხდება კუნთის უჯრედებში და ლივერ არის ღვიძლის უჯრედებში გლიკოგენის სახით შენახვა ამ ენერგიის, რო აი ხვალ მეორე დღე რომ მოვა, რო გაიღვიძებს ორგანიზმი, როგორც კი უცებს სწრაფად ენერგია დაჭირდეს გლიკოგენისგან, ეგრევე იღებს უბრალოდ გლიკოგენი ისეთი ცოტა რთული
მოლეკულა რო უჯრედებში, კუნთის და ღვიძლის უჯრედებში რო შეინახოს, თან აუცილებლად ჭირდება წყალი რა. წყლის მოლეკულა და 1 გრამ გლიკოგენზე სადღაც სტანდარტულად 3 ან 4 გრამ წყალს იკავებს ორგანიზმი, რომ შეინახოს ეს გლიკოგენი. სხვანაირად ბუნებრივად არ გამოდის. და ეს რო ზედმეტი თქვათ ნახშირწყალი მიიღოთ, დაგჭა, შეინახა გლიკოგენი, ყოველ გრამზე 3-4 გრამით მეტ სითხე შეიკავეს ორგანიზმში და დროებით გამოიწვევს ეს სასწორზე წონის, აი დღეს რო ბევრი ნახშირწყალი მოგივა, როგორც თქვი რა, ესე უცებ დღეს ვერ გაიხარჯება, შეინახება სითხე შეკავდება ზედმეტი და ხვალ სასწორზე რო დადგები, ის გლიკოგენი და წყალი შეკავებული სასწორზე პრნეულს განახეთ, მიუხედავად იმისა, რომ კალორიას არ გადაცდი, ყველაფერი იდეალად დაიცავი. მაგრამ დავამთავრებ, ეს არ ნიშნავს, რომ სასწორზე წონა ავიდა, ქონი ცხიმი მოგემატა. არა, ეს ზედმეტი ენერგია, როგორც გითხარით, ცხიმში არ გადასულა ჯერ შენახუნია, უცებ რო ორგანიზმს დაჭირდეს, ვარჯიში იქნება ფიზაქტივობა თუ ნებისმიერ სხვა პროცესი ორგანიზმში, უცებ რო გამოიყენოს. აი მაგ ზედმეტი ნახშირწყლის უკვე ცხიმად გადასვლა ხდება, როდესაც ეს გლიკოგენის მარაგი სავსე არის სულ, ანუ ენერგია ზედმეტი დაგროვდა და მეორე დღეს, მესამე დღეს, შემდეგი პერიოდის განმავლობაში ამ ენერგიას ვერ ხარჯავენ, არ გამოიყენებს ორგანიზმი. და როდესაც კიდე ნახშირწყალს შეჭამე მეორე დღეს და ეს გლიკოგენის მარაგი სავსეა სულ, მერე ხდება ნაწილის გადასვლა ცხიმად და დაგროვება. ანუ ეს უბრალოდ ეს დღეს ზედმეტი მომიდა და ხვალ ცხიმში დაგროვდა გადავიდა, ისე უცებ არ ხდება ეგ ამბავი. პროცესი ამცენი. სანდრო და ამიტომ არ შეგეშინდეთ ზედმეტ ნახშირწყალი, თუ კალორიას არ გადაცდით, არ აუშვებს. ეგ დაგროვული გლიკოგენი კალორიულად თუ დეფიციტში ხართ, აუცილებლად დაჭირდება ორგანიზმის ფიზაქტივობა იქნება თუ ორგანიზმში სხვადასხვა პროცესი. სანდრო, და ნახშირწყალი, ну ტკბილეულიც ნახშირწყალია, მაგრამ როგორ გითხვა მაგიცი, პურს შევჭამ თუ შოკოლადს შევჭამ, რომელი უფრო შეაკავებს, ხა გავიგე რომ ანუ ნახშირწყალი ზედმეტი თუ მოგივიდა შეგიკავებს, მაგრამ ტკბილეულის სახით თუ ზედმეტი მოგივიდა, მაგრამ მაინც ჩაატია კალორიაში, უფრო მეტად შეიძლება კიდე შეკავდეს? კითხვა ხო სწორად დავს, ხო გაიგერა? ანუ როგორ იცი? ნახშირწყლის რაოდენობას რიცხვს აქვს მნიშვნელობა რა, ანუ ერთი და იგივე რიცხვი ტკბილი ჭამო თუ თქვა წიწიბურა რაღაც, ანუ 3-4 გრამ ოკეი, ანუ გავიგე. მე მეგონა რომ ტკბილეულზე კიდე უფრო მეტი სითხე შეკავდება, ვიდრე მაგალითად პურზე. შენ ეხლა სავარაუდოდ იძახი აი სწრაფი ნახშირწყალი და ცოტა ნელი. მე ესე ვგრძნობ ხოლმე მაგალითად, რომ ტკბილეულის სახით თუ გადავამეტე, უფრო მეტად მიკავდება სითხე. მეტად არა, უფრო სწრაფად, ან სწრაფი ნახშირწყალი უფრო სწრაფად ხდება აი მაგის გადამუშავება და სწრაფად გლიკოგენში გადასვლა და სწრაფად გიკავდება, თორე თქვათ აი რაღაც ისეთი რა წიწებურა იქნება თუ რწმუნი ნახშირწყალი, ეგ მაგის გადამუშავება ჯერ ესეთი ბევრი ხანი უნდა მაგისგან ენერგიის გამოღებას და მერე მის დაგროვება ცოტა გრძელვა, ანუ პერიოდი იწენება და ეს სწრაფს რო შვები, ყველაფერი სწრაფად ხდება და ეგრევე ეფექტი აქვს და მაგიტო გქონია რომ უცებ. კი ბატონო. კარგი. ესე იგი ზუსტად იგივე შეიძლება ზუსტად იგივე მსჯელობით შეიძლება მივიდეთ იმ დამსკვნამდე, რომ უბრალოდ ბევრი წყალი თუ დავლიე, განსაკუთრებით საღამოს საათებში, მეორე დღეს, ანუ შეიძლება ვერ მოასწროს გამოსვლა. უბრალოდ ბევრი წყალი დანიე ორგანიზმში, რაღაც 1 ლიტრი წყალი რო დანიო, ეხლა დანიე და 1 საათში შეხვიდე ტუალეტში და 1 ლიტრი გამოვიდეს, ხო არ ხდება ეს. უბრალოდ ანუ ორგანიზმში შევიდა სითხე, რომელიც ანუ ისე სწრაფად ვერ ხდება გამოსვლა და არა უშავს დანიე წყალი და ის წყალი რა წყალიც დანიე რაც ვერ გამოვიდა იქ ხალხი ხშირად ამბობს მე წყალი მასუქებს ანუ კი რეალურად იმას ხვდებიან რომ წყალი ერთადერთი პროდუქტია რომელიც 0 კალორია აქვს ხო და ვერ გაგასუქებს, მაგრამ ალბათ გულისხმობენ იმას, რომ მოკლედ შუპდებიან რამე როგორც ხვდები და მე მგონი, მე რასაც მივხვდი, იმდენად ეს ადამიანები, სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც თითქმის არ სვამენ წყალს და თავიდან სანამ ორგანიზმი შეეგუება, მართლა ისეთ ამ რომ მიიღებს ორგანიზმი და გამომშრალი რო არის და რაღაც წყალს რომ მიიღებს, ალბათ იკავებს ეს ორგანიზმი. სითხე რო აკნია ორგანიზმს, რომ მიიღე რაღაც წყალი, რაღაც წყალი შემოდა უფრო აქტიურად იმად. მაგრამ
აი მიზეზი რო ვთქვათ, ან წყნის შეკავების მიზეზი დიდი რაოდენობა წყნის მიღება თითქმის არასდროს არ არის. პირიქით, მე როგორც ვიცი, დიდი რაოდენობა წყალზე გამოვა სითხე. აი, რა თქვით რა, ხო, კიდე ხა გადავთ იქით ციკლი PMS-ის, ანუ წყალს რაც უფრო მეტი აი, მოდი მაშინ შევეხოთ ციკლს ახლა ქალების შემთხვევაში. წყანით ვთქვით, ბარემ საკვებზეც იქვე არის რა, საკვების ზოგჯერ აი გვიან ჭამე რა, ჭამდი. ხო რა, საათები რა გვიან საჭმლის გადამუშავებასაც დროუნდა. ჯერ გააჩნია რა პროდუქტებს შეჭამ, როგორც ვთქვით რა, სწრაფი ნახშირის ყნება, რწუნი, ცხიმს მიიღებ, ცილას, მათი ბალანსი როგორ იქნება, ეგ ყველაფერი განაპირობებს, რამდენი ხანი დაჭირდება ორგანიზმს ამ საკვების გადამუშავებაში. ხო და იცი ხა თუ სტანდარტულად ხა ისე ვიძახით რა ზოგად მაგალითს რა სტანდარტულად ჭამდი 8 საათზე და იღებდი რაღაც პროდუქტებს რომლის გადამუშავებას ორგანიზმი ჭირდებოდა არ ვიცი რაღაც 10 საათი ვთქვა და უცებ შეჭამე 8 საათის მაგრამ ღამის 11 საათზე კალორიულად ვთქვათ ჩაეტიე იდეალურად სილაცხემი ნახშირ წყალშიც მათ შორის არა ეგ კიდე შენ მეორე მაგალითად სილაცხემი ნახშირ წყალშიც მაგრამ 3 საათით გვიან რო ჭამე ანუ 3 საათით და გადაიწია გადამუშავების ამბავმა მაგრამ შენმა კალორიაში ჩაეტიო მაგრამ აი ცხიმი ნახშირ წყალი სხვადასხვა ბალანსი სხვადასხვა გადანაწილებით პროპორციით ჭამო და სხვა დრო დაჭირდეს გადამუშავებას. უფრო დიდი ხანი, თქვა ცხიმი უფრო მეტი, უფრო დიდი ხანი დაჭირდება, უფრო დიდი ხანი დარჩება ორგანიზმში და ხო რა. მე კიდე იცი რა მაინტერესებს, ზოგჯერ რო გაიღვიძებ და ეგრევე აიწონები, ბევრად მეტი, აი მე მქონია რომ რო გავიღვიძო და ავიწონო, ნუ აი მოვითავ თავის მომლის რაღაცა და მე ავიწონე. უფრო მეტი ვარ ვიდრე 3 საათში რო აი რა აღარ დავჭამო. 3 საათი თუ არ შეჭამდა წყალსაც არ დანებ ხო ორგანიზმში მონელების პროცესები მიმდინარეობს სითხეც შიგნით რა რამდენ პროცესია საჭირო ყველგან იხარჯება და გინდა არ გინდა 3 საათი არაფერს რო არ შეჭამდა არ წყალს არ დანებ უფრო ნაკნები წონა თითქმის ყველა შემთხვევაში. გასაგები. კაი, შევეხოთ ახლა PMS ქალების შემთხვევაში, ანუ ჰორმონალურ ცვლილება როცა ხდება, PMS-ი, ციკლი, მაგ დროს ჩვენ ქალებმა ვიცით, რაც გვემართება, ჯერ ვიზუალურადაც გვეტყობა, მერე შეგრძნების დონეზე ხო საერთოდ და აგვიხსენე, ნუ სასწორზეც მათში, სასწორზე საერთოდ შეიძლება 2 კილოთი, 3 კილოთი და შეიძლება აფეთქდეს მაგ დროს და ანუ იქაც არაფერი საგანგაშო რაღაცა საშფოთავი და დამღუპენი არაფერი არა თუ თქვა დეფიციტს იცავ კალორიას იცავ დეფიციტში ხარ სილაცხიმი ნახშირწყალიც არაფერ გადახვევას არაკეთებ ეს სითხის შეკავება დროის ამბავია და როგორც კი გაივლის ეს პერიოდი გამოუგვა ეხლა ყველაზე მარტივად რო თქვა გასაგებად რატო ხდება აი ამ დროს ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს ძირითადად ესტროგენი და პროგესტერონი არის პროგესტერონი ხო რა მაგის ცვლილებები მიმდინარეობს და ეს პირდაპირ მოქმედებს ორგანიზმის უნარზე დაარეგულიროს მარინი და სითხე ორგანიზმში რა ანუ რაც აი პირდაპირ აიძულებს ორგანიზმს ამ ჰორმონების ცვლილება რომ სოდიუმი შეიკავოს და სოდიუმის შეკავებასთან ერთად როგორც თქვით ავტომატურად ხდება ზედმეტი სითხის შეკავება რომ ეს მაღალი სოდიუმის კონცენტრაცია განეიტრალდეს რა. სანდრო, აბარემ აქვე გითხარი PMS-ის დროს არ ამქვეყნიური გამგელებული მადა განსაკუთრებით კბილეულის მიმართ. ხო, ესეც აი ხო, იცი როგორ ეგ კიდე რატომაც დიდი შანსია რომ აი მოხდეს თქვა სასწორზე ცვლილებები რომ აი ამ დროს ჰორმონული ცვლილებების დროს აი კრეივინგები და რაღაცა თუნდაც არ გიყვარდეს რაღაც უცნაური პროდუქტების ჭამის სურვილი გეზრდება და ხშირ შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში 10-დან 9 შემთხვევაში აი კრეივინგი ისეთი პროდუქტებისგან პროდუქტების გაქვს რომელშიც სოდიუმი ბევრია ჯანკი იქნება ჩიპსი ბურგერი პიცა თუ ისეთი პროდუქტები ჭამაგინა სადაც სოდიუმი მეტია და მასეთ პროდუქტებს თუ აი ვერ შეიკავე თავი და ჭამე, ისევ სოდიუმი მიიღე, სოდიუმი მიიღე ორგანიზმი, ეგრევე წყალს და როგორ შევიკავოთ გუთხრა? აი ძალიან რთულია რაც აი
არ მინდა ვთქვა რომ თითქმის შეუძლებელნი თქო, მაგრამ ნუ აი ძალიან რთულია. ანუ მაშინ ისევ რაოდენობას და მივიღოთ, მაგრამ რაოდენობას მივაქციოთ მაქსიმალურად. მაქსიმალურად ზომიერად, აი მაგ დროს ისედაც ჰორმონები არა ზოგს ხასიათი ეცვნება, ზოგი აი საერთოდ არ ვიცი რა დღეშია და არა, ნუ გასაგები. თავი მოგაძრო შეიძლება და აი იმ დროს კიდე რაღაც არა ესე რა მაგ დროს კიდე რაღაცა უნდა და თავის თავს იბრძვის აი კატასტროფა არ იქნება, მანდაც უკვე აი ბალანსის და ზომიერების ამბავი შემოდის რა. აი კრუასანზე რო ქონდა ვიდეო, აი რაღაცა ძალიან მოგინდა, რაღაცა ციკლი თვის რაღაცა რამოდენიმე დღე გრძელდება და იმ რამოდენიმე დღე თქვათ ის ცუდი რაღაცას რო ჭამო ორგანიზმში მეტი სოდიუმი, მეტი სითხე იყოს, არაუშავს, მერე რო დამთავრდება ხა ჩონებრივად გექნება და გააგრძელებ ჩონებრივად და ის ყველაფერი ზედმეტი სითხე და მოკლედ და თუ ხარ დეფიციტში და PMS ციკლის დროს განაგრძეს დეფიციტი და სასწორზეც და შეგრძნების ზონეზეც ხარ მომატებული და არ მაინც დეფიციტში განაგრძე ყოფნა და მერე აიწონა როცა გაივლის ეს ყველაფერი ისეთი უცებ ვარდნა ხოლმე და ისეთი სასიამოვნო შეგრძნება ეგ ხაი საოცარი ეგ ეს ხა შენ მაგარ გეცოდილება ეს ქალები გრძნობთ კიდეც ამას არ მარტო სასწორის ციფრები არა ან რაც არა ამ ქვეყნიურ სიმსუბუქე მოდის როდესაც აი ზედმეტი ყველაფერი და მithumetes თუ დეფიციტში ხარ და წონაც მაგ დროს ჩამოაგდე ხო საერთოდ ძალიან დიდი ბედნიერება ყველაზე ისეთი სტრატეგია იქნება რომ აი ეგ შეგრძნება დაიმახსოვრო და შემდეგი ციკლის დროს კბინი რომ მოგინდება მოდი კიდე ვიბრძონებ რაღაც ჩემთან შევბრძონები გაუგზნებ არ შევჭამი მტკბილს რაღაც უთხასიათზე ვიყო არაუშავს ქმარს ვეჭხუბები იმაზე აღა შვილს ვეჭხუბები არაუშავს არა ზოგადად მაგანითები მომყავს იყოს ეგრე არაუშავს ეჭხუბეთ შეიკავეთ თავი და აი მერე რომ ვარდნა იქნება რომ კარგად იგზნობ თავს აი იგი შეგრძნება დაიმახსოვრეთ ეს მოტივაციას მოგცემთ შემდეგი ციკლის დროსაც ну ცოტა მეტად შეწინააღმდეგოთ ორგანიზმს. კარგი. ეხლა გადავიდეთ სტრესზე. ხო. სტრესიც ეს ბევრს არ ჯერას ხოთაშორის რომ სტრესმა შეწონა სასწორზე მოგემატოს, ანუ სითხეს აკავებს სტრესიც. სტრესის დროსაც ჰორმონული ცვლილებები ხდება, კორტიზონი გამოიყოფა დიდი რაოდენობით და კორტიზონიც აი ჰორმონი, რომელიც მოქმედებს სითხის და მინერალების ბალანსზე ორგანიზმში, აი ხდება მაგ დროსაც დიდი რაოდენობით სოდიუმის შეკავება და სითხე სოდიუმს ყოველთვის აი ყველაფერი მაინც ენახე რაც ვთქვით ყველაფერი მაინც ერთი და იგივე ამბავზე მიდის სოდიუმის დიდი რაოდენობით მოხვედრას ორგანიზმში თან ავტომატურად ეს ჰორმონები მარტო ქალებს გვაკაცებს ჰორმონები არ გაგაჩნიათ მარტო ჩვენ რატო გვეკავდება სითხეს რატო არ ვიცი მე კაცის წუწუნი არ გამიგია სითხე შემიკავდო კაცები უფრო მარტივადაც იკლებენ კაცები აი ის რო ვთქვი რა ვარჯიშის წინ რაღაც სოდიუმი კაცების შემთხვევაში განსაკუთრებით აი თითქმის აი დარბაში წონებით ვარჯიშის წინ აუცილებლად ყველამ აი იქნება თუ შეჭამთ სოდიუმს სითხესაც მიიღებთ და ვარჯიშზე აი რო ვარჯიშობ და რო იბერება ფამფი რო ვთქვი რომ სივდება სითხე სისხლი რო გროვდება ხო რა კუნთები გისივდება ბევრად უფრო ეფექტური იქნება და ბევრად უფრო გასივდება რა რაც ყველა კაცს ქანისგან განსხვავებით ანუ აი ეგ შეგრძნება არის აი სასწაულო და პირიქით აუცილებლად მიიღეთ დიდი ანუ საჭირო რაოდენობით სოდიუმი ვარჯიშის წინ რომ დასივდეთ კარგად კუნთები სანდრო იცი რა მაინტერესებს გაზიანი სასმელებს აკავებს სითხეს გაზიან სასმელებში ზეროც და იმაშიც ეტიკეტს რო დააკვირდე სოდიუმი ანუ ეგეც გიკავებს სითხეს სოდიუმი აი ისეთია რა რო ვთქვა თითქმის ყველაფერშია თქო არ მარა ძალიან ბევრ გასაგები პროდუქტი არის რა. ხო და ისედაც აი ეს სტრესზე ვთქვათ რა, ეს ეხა რაღაცა
არა ხშირი და არა რაღაც ჩვეუნები რაღაც განსაკუთრ შემთხვევაში რაღაც სტრესი გააქვს და კორტიზონი გამოიყო დიდი რაოდენობით სოდიუმი სითხე შეკავდა ორგანიზმში, ან ორგანიზმი ემზადება, ან დიდი რაოდენობით სითხეს იკავებს, აი flight or flight ხოჭი, აი მზადარი რომ უცებ რაღაცა მოხდეს და მაგ დროს აი ინდივიდუალური, მაგრამ ფეხები და ხენების შესიება ხდება ხოლმე, რომ აი მზადარი ორგანიზმი გადარჩენისთვის იბრძოლოს მაგ დროს სიგნალებს გადასცემს ხო, რა სითხეს იკავებს, სითხე აუცინებელი რაღაცა ის სწრაფად რო გაიქციან რაღაცა საკმაოდ ოდნავ სითხე უნდა იყოს ორგანიზმში, მაგრამ ეს თუ აი რაღაც 1000-ში რაღაც სტრესი იგრძენ და ეს პროცესი მოხდა, არა უშავს, მერე ისევ აი ზედმეტ რაოდენობის სითხეს რომ მიიღებ, სოდიუმი განეიტრალდება, ასე ვთქვათ, და დროის ამბავია, გამოიდევნება ზედმეტი თირკმლები გამოდევნიან ისევ და სითხე ზედმეტი გამოვა. მაგრამ ვისაც აი ქრონიკული სტრესი აქვს რა, ყოველ დღე მთელი დღე პატარ-პატარა სტრესები სამსახური იქნება რაღაცა, აი ეგ იწვევს მერე აი ქრონიკულად სუ ანთება მიმდინარეობს ორგანიზმში, სუ ზედმეტი სოდიუმი, ზედმეტი სითხე და აი სუ შესიებუნი, შეფუებუნი შეგრძნება აქვს ხოლმე ადამიანს, რაც უკვე პრობლემა მერე ჯანმრთელობისთვის. სანდრო, ახლა მოდი შევეხოთ ძილს. მე იმდენჯერ ვარ აწონილი დილაობით და იმდენჯერ დატა ჩამინიშნავს ჩემთვის, რომ ვიცი, ზუსტად ვიცოდი ხოლმე უკვე ბოლოს, რომ აი დღეს რო დავდგები სასწორზე, მაჩვენებს ნაკლებს თუ მეტს. და ერთ-ერთ ვგრძნობდი ამას ყველაზე მკაფიოდ ჩემი ძილიდან გამომდინარე. მე ძალიან ცუდი ძილი მაქვს, ანუ ძალიან ფხიზელი და ხანდახან აი მოსვენებული ბოლომდე არ ვარ ხოლმე. და უხარისხო ძილის გამო ხშირად ჩემი წონა არ კარგად ქვემოთ, ანუ სასწორზე არ მაჩვენებს ხოლმე. ეს არის ხო კავშირში? ნახე ხა წინა ეპიზოდში ხო თქვით, აი არახარისხენი ძინის დროს და რაღაც ცუდად თუ გძინავს, ცოტა თუ გძინავს, ჰორმონული ცვლილებები ხდება და ნეპტინი და გრელინი მოახსენეთ, აი ეს ჰორმონები, რომელიც ერთი აძნავს ორგანიზმს სისავსის შეგრძნებას სიგნალს, რომ სავსე აღარ უნდა ჭამო, მეორე ჰორმონი, რომელიც აი აძნავს ორგანიზმს სიგნალს, რომ ქშია არ ყოფნის რაღაცა ჭამე კიდე. ანუ ეგ ცვლილებები, რომ მეორე დღეს რო გაიღვიძებ და ეგ ქშია და ჭამ მოქმედებს, ეგ კიდე ერთი არის და თქვათ აი ცუდად თუ გეძინა, უფრო ქშია, გონია რომ არ გეყო საჭმე, რაღაცის ჭამა გინდა, შეიძლება აი დაბალანსებული nutritional კარგად აი dense food ცილა-ცხიმი ნახშირწყალიც იდეალურად მიიღო, შეჭამო წესით, კარგად რო გძინებოდა 1-2 საათში, 3 საათში კი არა, უფრო მეტი არ უნდა მოგშებოდა, მაგრამ როცა ცუდად გეძინა, ეს ჰორმონი გადასცემს ამ სიგნალს და გონია რომ 1 საათში ისევ ქში არ ყოფნის და სულ რაღაცით მოცნაობა და სნექის ჭამა გიგინდება რა. ეგ ერთი რომ აი მეორე წონაზე სითხის შეკავება ასევე ძინის დროს, უშუალო ძინის დროს არის ესეთი ჰორმონი ვაზოპრესინი, რომელიც ესე იგი პასუხისმგებელია ორგანიზმში სითხის ბალანსზე, აი რო ძინავს ადამიანს, ხო ხდება ორგანიზმში აღდგენა და ხო რა, ორგანიზმის აღდგენა მეორე დღისთვის მომზადა healing process-ას მიმდინარეობს და როდესაც ხდება აი ძინის შეწყვეტა, რაღაც კოშმარი გაგეღვიძა, რაღაც ღამეში რამოდენიმეჯერ გაგეღვიძა, ეს აი პროცესს რეევს რა და ეს ვაზოპრესინი მე იწვევს კიდე კორტიზონის გამოყოფას, სტრესის ჰორმონის ასევე, რომელიც ისევ და ისევ მეტი სოდიუმი გროვდება ორგანიზმში და ავტომატურად ხდება ზედმეტი სითხის შეკავება. ამიტომ ეგეც ისეთი რაღაცაა რა, ბუნებრივი პროცესია და ღამეში ცუდად თუ გეძინა, აირია ეს სითხის ბალანსი, ცოტა კორტიზონის გამოიყო, სტრესი მიიღო ორგანიზმმა, ვერ აღდგა ბოლომდე და ამიტომ ზედმეტი სითხის შეკავება მოუწია, რომ ეს აღდგენითი პროცესებს ხენი არ შეეშალოს და მეორე დღეს სასწორმა ცოტა მეტი განახა, ანუ
არაფერი საგანგაშო და ხო რა მაგაზე სპორტსვა და პანიკაში ჩავარდა კარგი ეს უხარისხო ძილი მაგრამ ასევე თუ გვიან დავიძინეთ ხო მაგაზეც შეიძლება ზუსტად იგივე ალბათ იგივე არის როდესაც მარტივია როდესაც ვერ ასწრებს ორგანიზმი აი აღდგენით პროცესებს მე ძალიან ბევრ ძილზეც რო დამართლია პირიქით მეტი რომ ძინებია ვიდრე სტანდარტულად ეს ალბათ რაღაცა ცვლილება რომ მოხდება რასაც შენი ორგანიზმი შეჩვეულია შეიძლება ყველაფერზე იყოს აი იცი რა ხო ეს ზედმეტი ძინიც ზედმეტმა ძილმა თქვა რაღაც სტრესი გამოიწვევს ორგანიზმმა რაღაც მოდუნებუნი იყოს სითხე შეიკავს აი ხო ალბათ შეიძლება იმიტომ რომ ნუ მე მქონია მართლა აი ძალიან ბევრი რაღაცას დავაკვირდებოდი აწარმოის დროს და აი უამრავ ფაქტორს ქონდა მნიშვნელობა. ეს რთულია იქ ძალიან რა არა რაღაცა სტანდარტულად რაღაცა იქ. ზუსტად ერთი და იგივე. კი, თუ ზუსტად აი მე მართლა დაკვირვებული ვიყავი რომ თუ ზუსტად ერთი და იგივეს არ გავაკეთებდი, რაღაცა პატარა ცვლილებაზეც უკვე წონა მითამაშებდა. იცი როგორ? უყურე ხა ლოგიკურად რო შეხედო. ეგ სტანდარტულად 6-7 საათი გძინავს და უცებ ერთ დღეს რაღაც 12 საათი გადააბიძენ. ანუ გამოდის რომ მანამდე ან რაღაცა არ გეძინა ღამე ან ფრენა მოგიწია რაღაცა მოგიწია რამაც ანუ ისე ჩოვნებრივად 6-7 საათი სტანდარტულად რო გძინო მოდი ხვალ გადავწყვეთ გამოვიძინო და 12 საათი ფიზიკურად ვერ დაიძინებ რა და აი შეიძლება დიდი ხანი 12 საათი არ მიგულისხმია რა არა გინდა 10 საათი ან მეტი რა ანუ სტანდარტულზე ბევრად მეტი რო გძინავს რა და აი ეგ სტანდარტულზე ბევრად მეტი რო გძინავს და მეორე დღეს სასწორმა მეტი აიწონა ეგ მიზეზი შეიძლება იყოს რომ აი ბევრი ძინის წინ რაღაცა სტრესი ქონა, რაღაცა ვერ მიდიოდა ისე როგორც საჭირო ორგანიზმში და ამიტომ მოგთხოვა ორგანიზმმა ამდენი ძინი გამოძინება და აი მაგ სტრესის მოგორებაში რომ სითხის შეკავება მოუწია, ეგ სითხე ბოლომდე ვერ გამოვიდა და სასწორზე გამოჩნდა, ეგ ვარიანტი უფრო ისეთია რა. ალკოჰოლი. ალკოჰოლი რა შვება? დავლიე, დილით გავიღვიძე, ავიწონე. ნიეთინით გაიღვიძე. მე ყოველთვის მეც მაჩვენებს. უფრო ნაკნები იქნები სასწრაფო. არა, ნახე. ზოგჯერ ვარ ხო. მე გეტყვი როგორ. თუ საჭმელი არ ჭამე, თუ საჭმელი არ ჭამე და გამოგიდევნის სითხეს, მე მიდევნის ხოლმე და მეორე დღეს უფრო ნაკლები. მაგრამ არის dehydration. სითხის კარგავს ორგანიზმს. მაგრამ თუ გადავაბი, ოღონდ გადავმას ახლა მე პირადად ბევრს მასე არ გულისხმობ. თუნდაც 2-3 ჭიქა დავლია, 1 ჭიქა რაღაცა, ოღონდ ეს გავაკეთე 1 დღე, 2 დღე, მე-3 დღესაც მე უკვე მიგდებს წონა. აღარ ქვემოთ აღარ ჩამოდის, ზემოთ ადის. მე უკვე ორგანიზმში ირევა ყველაფერი. ალკოჰოლი ხო შხამია ორგანიზმისთვის. აი შხამისგან რომ განთავისუფლდეს, გამოდევნოს ორგანიზმში პროცესები ყველაფერი ნორმალურად სწორად, კარგად უნდა მიმდინარეობს. სწორად, კარგად სითხის ნაკლებობა როა ვერანაირად ვერ იქნება, ამიტომ პირიქით პახმენიაზე რომ dehydration გაქვს და ორგანიზმი ცდილობს რომ სითხე შეიკავოს შენ მეორე დღე კიდე დანიე კიდე სითხის გამოდევნა ხდება ამ დროს ორგანიზმი ცდილობს ისევ წინა დღეს რომ და კარგა სითხე ეკა და მოკლედ გადაბმა არის აი ყველაზე იდეალური ვარიანტი ალკოჰოლის მიღების ამბავში აი მოგიწიათ თანიც მარტო ალკოჰოლი ეცადეთ საერთოდ არ ჭამოთ და მეორე დღეს უეჭველი ნაკლე მესამე დღეს რა თქმა უნდა ის ზედმეტი რა სითხე რაც დაკარგა ორგანიზმმა ისევ აღიდგენს და სასწორი მესამე დღეს ავაზევით აუცილებლად მაგრამ ზოგადად რომ გაგვეხარდეს მეორე დღეს დადექით და ხო თუ არ ჭამე და კარგად გამოიძინეთ და ეს ძილმა არ არია და ეს ჰორმონი არ გამოიყო ისევ სტრესს აღმო კარგად თუ გეძინათ საჭმელი არ ჭამეთ სასწორი უკ დავარდება ყაბზობაც წევს წონას უბრალოდ ხელს უშლის ჩამოცვლას იცი როგორ არის ეგ აი ნაწლავში თქვათ რაღაცა დიდ რადიკალურ ცვლილებებს არ იწევს მაგრამ ნაწლავში მის მოძრაობა როგორ თქვა განავალი დიდ ხანს გაჩერდება თუ გამოვა მაგის მოძრაობა სასწორზე აი კარგად რო დაიცნები
ყველა ნაწლავებში რაც ნარჩენებია გამოაგარეთ სასწორს დადგები ბუნებრივია უფრო ნანაკნები. ხო, მაგრამ ხა ქრონიკული ყაბზობავისაც აქ ხალხს ისინი უფრო იტანჯებიან მაგითი და შეკრულობა რა თქმა უნდა წონაზე მოქმედებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახე. მაგრამ ეს არ არის ხიმიეს, არა რადიკალური და რაღაც სასწავლო განსხვავებას 5 კილო იმას ვერ შეიკავებ, ხო რა. ნუ რაღაცა გრამები არის რა. თუ რაღაც დიდი ადამიანი რაღაც შეიძლება კილომდე ან კილა რაღაც ისეთია რა ვის როგორ მაგრამ მაგას მაინც და მაინც დიდ ყურადღებას ნუ მიაწერთ ეგ მოძრაობა ნაწლავში დაგროვება და განთავისუფლება ეხა სასწორზე აი სანდრო მე ამ მადლობა გავიგე მე ამომეწურა მე მგონი მეტი მე აღარ ვიცი შენ თუ იცი რამე და ვიცი რა აბა მოიცადე რამე ზეპირად ჩანიშნული მქონდა რაზეც გვინდოდა ლაპარაკი ესე იგი მარინი ვთქვით ნახშირწყალი ვთქვით ვარჯიში ვთქვით საჭმლის მონენება წყლის დანევა ვთქვით სიკნე ვთქვით სტრესი ვთქვით ძინი ვთქვით და ესენია სტანდარტული ყველაფერი ძირითადად აი ყველაფერი ეს არის რაც იწვევს ორგანიზმში ყოველდღიურად სითხის შეკავება გამოდევნა პირდაპირ აისახება სასწორზე და უნდა ვიცოდეთ, ამიტომ რომ ესეთი, ანუ იდეალურად როგორ უნდა იცხოვრო, ხა იმდენ რამე ჩამოთვალე და რაუნდენი რამე უნდა გავაკეთო. იდეალურად ხო რა, ყველაფერი იდეალურად. ანუ არ გამოვა რეალურად, ამიტომ ნუ მაქსიმალურად უნდა დავიკიდოთ სასწორზე. აი ეგ რო ვთქვი რა, რაღაც ვარჯიშის ხოძე იქენი და თავს დააძალო რომ მოდი მაგრად არ ვივარჯი, ინტენსიურად გამიზიანდება პუნქტები და შემიკავდა. ხო რა, ეს ხო აი ნუ ხო ანუ გააზრება უნდა მაგასაც და ცოტა ეს ყველა მხარეც ეს ახლა და კიდე ეს ყველაფერი რო გეცოდინება აი ხა დღეს ვინც ამ ეპიზოდს უყურე და ეს ყველაფერი იცის აღარ უნდა შეეშინდეს ხო რა დეფიციტ კალორიას არა მაინც ტკივნეულია ცხიმი ნახშირწყალი დააბალანსა და აი ამ რაღაც 9 თუ რამდენი რაღაც ჩამოვთვალეთ რომელიღაცის რაღაც დარღვევა არევა ყოველ დღე მოხდება ანუ ყოველ დღე წონა ადის ჩადის და იმიტომ არა კიდევ ერთი რაც აი ეხა გამახსენდა მთელი ეს ამბები რაც ჩამოვთვალეთ ყოველ დღე იწევს სიცხის შეკავება გამოდენას ანუ სასწორზე რო რეალური წონა დაინახო აი ძალიან იშვიათად ხდება და ძალიან იდეალურად უნდა დაინახავ ხო მოკლედ რაღაცა იმერთხელ გამოანათა ეს ვერც მიხვდები როდის არის ამიტომ საშუალო უნდა გამოიყვანო აიწონები ერთი რო საშუალო გამოყვანა მეც უმეტეს რა თუ დეფიციტი იცავ კალორიას არ ცდები რაც უფრო ხშირად აიწონები მით უფრო დიდი შანსია რომ ის ერთხელ იდეალურად ანუ თუ ეს ჩამონაცვანი ყველაზე დაბალს რაც გაჩვენებს თუ არ აჭარბებ კალორიას და არ არღვევ კვებას ის არის რეალურ წონასთან ყველაზე ახლო. მე ხშირია წონვით სხვათა შორის ვისწავლე ჩემი ორგანიზმი ძალიან კარგად ერთ-ერთი ფაქტია რაც დამეხმარა ჩემი ორგანიზმის სწავლაში იმიტომ რომ წინა დღეს თუ რაღაცას აი სხვას იმას მივაწვდიდი ორგანიზმს ან ცუდად ანუ მივხვდი მან რომ ცუდად ძილზე ესე მემართება ალკოჰოლზე პირველ დღეს ესე მემართება მეორე დღეს უკვე მიკავდება გაზიან სასმელებზე შოკოლადზე უფრო მიკავდება ვიდრე სხვა ნახშირ წყალზე და აი ამას იმდენად ყველაფერს მივხვდი საერთოდ რომ უნდა ვჭამო მე თუ 6 საათზე დავასრულე 7-ზე მაქსიმუმ ყვება მეორე დღეს ბევრად უფრო სწორ ციფრს მანახებს ვიდრე და ნუ ასე შემდეგ მაგრამ ეს მეორე დღე აიხა უკვე რაღაცა აი გრძელვა და ეხა უკვე აღარ მაგ რეაქცია აღარ მაგ რეაქცია მაგრამ ეს არის გამოვიდა გავიარე რამდენი წელი უკვე არც მახსოვს აი ამის გააზრებაში და ვინც არ იცის ახლა იმას აქვს ეს ხო ვინც არ იცის და დღევანდელ ეპიზოდს უყურო რომ იცის რომ დარწმუნებული როა და რო იცნის რომ სწორად ჭამა დეფიციტი მოხდა ზოგჯერ ნახშირწყალი მოვა მეტი, ზოგჯერ ცხიმი ნაკნები ხან ცუდად იძინება, ხან კუჩი კარგად ვერ გავა, ხან რაღაც ზედმეტ წყალთან ანუ it's okay, არა უშავს წონა ავაჩავა თუ იცოდები წონის ანუ კნება ცხიმის, აი ქონების წვა კი არა, შემცირება ორგანიზმში უფრო სწორი ესე იქნებოდა. მიმდინარეობს სულ აუცილებლად თენი ეს პროცესი მიმდინარეობს და ამას აუცილებლად სასწორზე თუ რაღაც გადაირია სასწორი და ყოველდღე იწონებით და მაინც ერთი კვირა ვერ შეამჩნიეთ რაღაცა ორი კვირა არ გამოჩნდა ტანსაცმელზე აი ცხიმის უჯრედები ქონები რომ გაკლდებათ და მცირდება ორგანიზმში ყველა ვარიანტში დაინახავთ და იგრძნობთ
სარკეშიც გამოჩნდება, რაც არ უნდა რაღაც სითხის შეკავება მოხდეს. სანდრო, მოდი მოკლედ ორი სიტყვით ჩავახოთ, ისედაც მე მგონი ბევრი ამას სალაპარაკო არაფერი არ იქნება. ეხლა როცა ტყუილა ადის სასწორი ზემოთ ან რაღაც პერდა არ გაჩვენებს ქვემოთ ჩამოსვლას და სითხის შეკავებაზე ვისაუბრეთ და გავიგეთ. მაგრამ ხო არის როცა რეალურად დგება წონის გაყენვა, weight loss plateau ქვია თუ არ ვცდები. როცა რეალურად აღარ ჩამოდიხარ, ანუ დეფიციტი აღარ არის. ანუ იყავი დეფიციტში აღარ. ჯერ რამდენი ხანი უნდა იქ გაგრძელდეს. იცი როგორ არის, ეგეც აი ინდივიდუალურია რა, ესე 2 დღე არ ჩამოვიდა სასწორი, 1 კვირა არ ჩამოვიდა, 10 დღე არ ჩამოვიდა, 2 კვირა არ ჩამოვიდა, 3 კვირაც არ ჩამოვიდა, არ არის ეს ის დრო, რომ აი თქვა, რომ იცი რა, აი დეფიციტში აღარ ვარ უკვე, ჩემი ორგანიზმი გადმოეწყო რაღაც ადაპტირდა ახალ რაოდენობა კალორიაზე და ეფექტურად ჩვეულებრივად მუშაობს შედარებით ნაკლებ კალორიაზე. არა 3 კვირა კი არა, თვე და შეიძლება თვეებიც გააჩნია კონკრეტულ სიტუაციას, დაჭირდეს აი ორგანიზმს, რომ ადაპტირდეს ახალ რაოდენობა კალორიებს, ანუ მეინტენეს შენარჩუნების კალორია, რომ ჩამოიწიოს ქვევით რა. თუმცა როგორც თქვით რა, ეგეც ჩვეულებრივი პროცესია, დეფიციტში რაღაც პირველად რომ 300 კალორიას მოაკნებ, თქვათ, შენარჩუნების კალორიას, ეს წნები აკეთე და 300 სულ დეფიციტში იქნება, ესე არ ხდება რა. ნელ-ნელა დრო რაღაც ეტაპზე მიდის, რომ აი 300 კალორიით ნაკნები ხდება ორგანიზმისთვის შენარჩუნების წონა, იმიტომ რომ ყოველთვის ორგანიზმი გინდა არ გინდა შენ რაც უნდა მიზანი სურვილი კონდეს, გებრძვის, ცდილობს, რომ ზედმეტი წონა ცოტა ცხიმი დაგროვანი კონდეს, რომ აი და რამეში დაჭირდა, რომ გამოიყენოს ეგრევე რეზერვი კონდეს ეს ორგანიზმის ბუნებრივი მომოვნება ყოველთვის ეცდება ამას, რაც უნდა ქვევით ჩახვიდეს რა. და აი თუ თქვათ გავიდა რაღაც 3 კვირაზე მეტი, 4 კვირა ერთი თვე და იდეალურად სწორად აკეთებ, კალორიას იცავ და წონა არ ჩამოდის რა. ესე იგი აი მივედით ზუსტად ამ weight loss პლატოზე, როდესაც საჭიროა ეს რაოდენობა კალორია, რაც მოაკენეთ, დეფიციტი აღარ არის უკვე და კიდე და აი მანდ ხარ რამდენიმე ვარიანტია, რამდენადაც მე ვიცი, შესაძლებელი, ანუ შეიძლება თუ არა, რომ ცოტა ნახშირ, ანუ კალორია არ ჩამოვწიო ქვემოთ, ცოტა ნახშირწყალს მოვაკლო და ეს მოკლებული ნახშირწყალი მოვამატო ცილას და მაინც ჩამოვიდეს წონა. აი მაგაზე ხო წინა თქვით რა, ანუ ცილას რომ მოამატა, აი რიცხვებზეა ყველაფერი და აი ძალიან დიდ რადიკალურ ცრუნებას ვერ მოგცემთ, მაგრამ ცოტას კი წესით, აი წინაზე რო ვთქვით, რომ ანუ ნახშირწყალს რომ მოაკნებ, ცილას მოამატებ, ანუ ცილის გადამუშავებაში ორგანიზმი უფრო მეტ კალორიას ხარჯავს რა. ხო, რა, 100 კალორიის ცილას რომ მიიღებ 70 ხო რა, ნუ ვინც არ უყურა, რომ მეტი რაოდენობა კალორიას ხარჯავს ორგანიზმი ცილის გადამუშავებაში. ნახშირწყალს რომ მოაკნებ, ჯერ ერთი ნახშირწყალს რომ მოაკნებ, როგორც თქვით რა, ორგანიზმში გლიკოგენის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, გლიკოგენი შემცირდება, სითხეც თითო გრამ გლიკოგენზე 3-4 გრამი სითხე გამოვა. ეგ უკვე გამოიწვევს ეგრევე სასწორზე ნახშირწყალის შემცირება, სასწორის საკმაოდ ჩამოსვლას. და აი ცილას რომ მეტ შეჭა, მეტ ენერგიას დახარჯავს, უბრალოდ აი ეს სხვაობა უმეტეს შემთხვევაში ძალიან მცირე იქნება და მოდი კალორიას არ შევცვლი, 20 გრამ ნახშირწყალს მოვაკნებ და 20 ცილას დავამატებ და ეს რადიკალურად გააგრძელებს სასწორის ესეთ ცხიმის დაკნებას აი არა მაინც ცოტა უნდა მოვაკლოთ, მაგრამ ალბათ მინიმალურად ხო? მწნიანად ხო, მწნიანი კალორიების შემცირება. ან აქ ფიზიაქტივობის გაზრდა. რამოდენიმე ვარიანტიაო შენახსენე, 3 ვარიანტი, ან საკვებისგან მიღებული კალორიების რაოდენობა შეამცირო, ან დახარჯული კალორიები გაზარდო, იქნება ეს დღის განმავლობაში უფრო აქტიური იქნები, უფრო მეცივნი თუ უფრო აქტიურად ივარჯიშებ. ან მესამე ვარიანტი ხშირ შემთხვევაში ყოველთვის უფრო კარგი ვარიანტი ვიდრე ეს ორია, რომ ცოტა კალორიას მოაკლო და ცოტა ფიზიაქტივობას მოამატო რა. ოდნავ საერთო ჯამში რო დაჯამდება, კარგ ცნებას მომოგცემს ისე რომ არც ძალიან ორგანიზმს საკვები მოაგდეს და რაღაც შიმშილის ამბავი გაგიმძაფრდეს და მოგემატოს და არც რაღაც ფიზიკურად შეიძლება ძალიან ბევრი კარდიოს დამატება მოგიზრდეს, ან გადაიღალო, არც ეგ მომენტი რო არ იყოს, ცოტა ფიზიაქტივობას მომატე, ცოტა კალორიას ჩამოვაკენე და ეგ არის დეფიციტი განახლდება ისევ რა. ძალიან კარგი. მე მგონი დღეს ამოვწურეთ თემა.
საინტერესო იყო დღესაც ძალიან. კი, არ შეგეშინდეთ. იმედია რომ ხალხს დაეხმარება, იმიტომ რომ სასწორი ძალიან ბევრს აშინებს და რეალურად არც ესე ეგეთი საშიშია. თუ ყველაფერს კარგად მიყვებით, სითხის შეკავების ამბავი არ არის საგანგაშო, საპრობლემო და რაღაცა მომაგდინებელი ამბავი. შემდეგ ეპიზოდში გვეყოლება უკვე სტუმარი, ჩვენი ფიზკულტურას თანამშრომელია, ჩვენი ლექტორი არის, აი სასერტიფიკატო კურსი ხა ვინც კითხულობს. თავის ბლოგიც აქვს მედიას ბლოგი, ქვია, ძალიან კარგი გოგოა. და ის უკვე ისაუბრებს იმ ჰორმონებზე, რაც ხელს გვიშლის ენდოკრინოლოგიურ კუთხით ისაუბრებს რა ჰორმონებზე, რომელიც ხელს გვიშლის წონის კლებაში. დიდი მადლობა და დროებით. სულ მოვიწყდება კითხვა, რატომ მოვიწყდა? აბა შენ თქვი? რა გააკეთე დღეს შენ ჯანმრთელობისთვის? ხო. შენ თქვა მე რა გავაკეთე დღეს ჯანმრთელობისთვის და მე დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და დილით ადგომაც მეზარებოდა, წამოსვლაც მეზარებოდა საუბარიც, მაგრამ გავაკეთე ეს ყველაფერი. საქმისთვის გააკეთე და საქმისთვის, ჩემი ჯანმრთელობისთვისაც სახში ჯდომას არ ჯობია გარეთ გასვლა. არ გაგიკეთებ და მე მენტალურად აირეოდი, გაბრაზდებოდი შენ თავზე ფსიქოლოგიურად რატო ეს კიდევ ვერ გავაკეთე. უნდა გამეკეთებინა აუცილებლად, მე ძალიან გავუბრაზდებოდი ჩემ თავს. შენ სანდრო? მე რა გავაკეთე დღეს ჩემი ჯანმრთელობისთვის დინით საუზმე ოკეი შევჭამე კი ისევ ჯანსაღი ვარჯიში ჯერ ვერ მოვასწარე მაგრამ აუცილებლად ვივარჯიშებ დღეს და მეტი განსაკუთრებული არაფერი მე სტანდარტულად სანდრო ხო ცოტა სტანდარტულად არაფერი ფსიქოლოგიური პრობლემა არ მქონდა დღეს ცოტა მეტი სამუშაო მაგრამ არა უშავს ხანესია დავждები მუშაობ დღეს შენი შვილი წაიყვანე სკოლა ბაღში უფრო სწორად სტანდარტული ამბავია ხო ამით მოკლედ რატო რა კაია შენ ჯანმრთელობისთვის შენ შვილთან დროის გატარება ეგეც კი ბავშვთან კარგი არის მაგასაც სტანდარტულად ეხა რა სუაკეთებ ხოლმე კაი მადლობა და დროებით